მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. არხი სოხუმის შვილები აგრძელებს მუშაობას. დღეს რაღაც არაჩვეულებრივი დღე არის ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ თებერვალია, მიუხედავად იმისა, რომ ცივა ჯერჯერობით ბუნებას ძინავს. აი მაინც სიხარულის გრძნობა არის ჩემში. ჯერ ერთი და იმიტომ რომ იცით რა არის, აი კარგი ადამიანები როცა ხვდება ცხოვრებაში. ჯერ სანამ თქვენზე დავიწყებ საუბარს, ქალბატონო მანანა, მე მინდა გითხრათ, რომ ვფიქრობდი, როგორმე ეს გადაცემა გამეკეთებინა და მსურდა თქვენთან საუბარი. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პირველი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც დამეხმარა და აი ამ სტუდიაში მოგვიწყო შეხვედრა. მინდოდა რომ ლამაზად ყოფილიყო ჩვენი შეხვედრა, ლამაზი ყოფილიყო და გუშინ საღამოს წავედი ყვავილების პატარა მაღაზიაში, რომელიც არის სამტრედიის ქუჩაზე. დიახ, ვიცი მე. 18 ნომერში, სადაც მუშაობს ძალიან ლამაზი ქალი ერთი. ლამზირა ქვია ქალბატონს და ლაშა მამაკაც და ვთხოვე, თქვენ შეგიძლიათ რომ აი ისეთ ადამიანთან მაქვს შეხვედრა, რომ რაღაცით გამილამაზოთ მეთქი აი ეს შეხვედრა და აი ხვალ მოდითო და გაგიმზადებთო, ასე მითხრეს. რომ მივედი, აი ეს დამახვედრეს, აი ეს სილამაზე. ძალიან ლამაზია. ვიფიქრე, აუცილებლად უნდა მომეტანა და აი ამით დაგვედროდით თქვენ. ძალიან ლამაზია, მაგრამ მე სიგიჟემდე მიყვარს. ქალბატონო მანანა, როდესაც დღეს დილით აი მივედი ამის სასახებად, დამხვდა და აი ეს თაიგული მომართვა. მან იცოდა რომ მე თქვენთან ის არ გიცნობ თქვენ, მაგრამ თქვენთან ვაპირებდი დღეს შეხვედრას და ისიც უთხარი რომ თებერვლის ბოლოს დაბადების დღე აქ მეთქი და აი მინდა ეს ჩვენი შეხვედრა მივუძღვნა მის იუბილეს და დამახვედრა ეს ყვავილები და მთხოვა თქვენთვის გადამეცა. ულამაზესი ყვავილები. მადლობა ლამზირას და ლაშას. აი ეს თქვენი საჩუქარია და ეს კიდევ გასალამაზებლად გაგიფერა და ჩვენი ეს შეხვედრა. დიდი მადლობა. მე ასე ვთვლი, რომ აი ასეთი კარგი ადამიანები ჯერის პირველ სკოლელი არ დამასახელოთო მთხოვა, რომელმაც მოგვიწყო ეს შეხვედრა. თქვენი ცნობ და გიყვართ ეს ადამიანი. ძალიან მიყვართ და რატომ არ ვასახელებ? ნუ მთხოვა და სახელით თქვა. კარგით. აჩიკო. დიახ, მოგვიწყო ეს ლამაზი შეხვედრა. მერე შემხვდა ეს ოჯახი ყვავილებით. აი და მოვედი თქვენთან და ყველაზე დიდი ალალი გულით გეუბნები, დიდი სიხარულით. მოვდიოდი, იმიტომ რომ თქვენ გნახავდი. აი, როდესაც კეთილი ადამიანები არსებობენ შენს ირგვლივ, თვითონ ხარ ბედნიერი. და ერთ-ერთი აი ასეთი ჩემთვის ბედნიერი შეხვედრა. აი გეუბნებით სულით, გულით. არის თქვენთან. აი იმის გარდა რომ როგორც ქალბატონი მომწონდით ყოველთვის, სოხუმიდან მომწონდით, განთქმული მანანა დოლიძე. მაგრამ განთქმული ყოველ მხრივ, არა მარტო სილამაზით. ეს განათლება, ეს შინაგანი ინტელექტი, ოჯახი, წარმოშობა, მშობლები და ასე შემდეგ. ეს იყო სოხუმში ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახი, თქვენი ოჯახი. ასევე მინდა გითხრათ, რომ რაღაც მოწიწებას გრძნობ თქვენს მიმართ. აი და ამავე დროს აღფრთოვანებული ვარ თქვენით. აი როგორ მინდა რომ თქვენ იგრძნოთ ვინ და როგორია ქალბატონი მანანა.
ამას ვამბობ ღიად და აი გულით. ქალბატონი მანანა დულიძე, სოხუმელი, საყვარელი ჩვენი პიროვნება. ქალბატონო მანანა, მოდით ასე დავგეგმოთ. მე კითხვებს დაგისვამთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ. დიახ, არა, მე მოგისმენთ. მე ძალიან მინდა რომ ახალმა თაობამ და არა მარტო ახალმა თაობამ, მომავალმა თაობამ, თქვენმა შვილიშვილებმა, შვილთა შვილებმა, მათმა თანატოლებმა იცოდნენ, როგორი ხალხი ცხოვრობდა სოხუმში. ვინ იყვნენ ეს აფხაზეთელები, ვინ იყვნენ სოხუმელები და რა ურთიერთობა არსებობდა მაშინ. მე არ მინდა რომ მარტო წარსულზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა. თუმცა წარსული არის ჩვენი სიცოცხლის ნაწილი. ისტორია. მაგრამ მოგონებები, რომელიც გაუფერადებელია, რომელიც არის ჭეშმარიტება ადამიანის ცხოვრებაში, მოგონებები გვჭირდება. იმიტომ რომ თუ ჩვენ არ გვექნება ჩვენი მოგონებები, მაშინ ჩვენ არ ვიქნებით ის, ვინც ვართ. ვერ ვიქნებით. მაგრამ ჩვენ მარტო წარსულით არ ცხოვრობთ. თქვენი ოპტიმიზმი, თქვენი სიყვარული სიცოცხლისადმი, ჩემთვის არის მაგალითი. ქალბატონო მანანა, თქვენს ოჯახზე, თქვენს მშობლებზე, ვინ იყვნენ ისინი? რატო ქონდათ ასეთი დაფასება? რატო ითვლებოდა აი ასეთ ღირსეულ პიროვნებად თქვენი წინაპრები, რატო ითვლებოდნენ? მერე გადავიდეთ თქვენზე, მეგობრებზე და ასე შემდეგ. რასაც ჩათვლით საჭიროთ, იმაზე ისაუბრეთ. ეხლა მოვყვებით ჩემ ბებია და ბაბუაზე. ეს დედის მხრივარი ჩემი ბებია ბაბუა. აი, так, სახელი და გვარები. ვიქტორ ბარკალა და ვერა ქუჩულორია. დიახ. ეხლა იმ დროისთვის ამბობდნენ, რომ ბაბუა იყო კაი ოჯახიდან. დიახ. ანუ იყო უმდიდრესი ოჯახიდან. მინდა გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ ეს მაშინ პრივილეგირებული რაღაცა იყო, რომ ოჯახი წელგამართულია. დიახ. ბაბუა ჩემმა დაამთავრა უმაღლესი ხარკოვში, იყო სამედიცინო ფაკულტეტზე, განყოფილება იყო ფარმაკოლოგიური. დიახ. ანუ ზრდიდა მომავალ ფარმაცევტებს. ბაბუამ დაამთავრა ინსტიტუტი წარჩინებით და ჩვენ ოჯახში იყო ეგრეთ წოდებული კოკარდა серебряная, и на нем была буква В. Весь мист. ეხლა ხო ოქროს მედლებს ადლებენ? დიახ. Весь мист. ეს დაიმსახურა მან. დაიმსახურა. რომელი წელი იყო ეს? მე მგონი где-то 15 წლის 1915 დიახ. ეხლა ბებია და ბაბუა რომ დაქორწინდნენ, ეხლა წელი არ მახსოვს. დიახ. იმიტომ რომ მთელი სურათები ყველაფერი დაკარგულია. დიახ. ბებია წაიყვანა ხარკოვში და ბებიამ დაამთავრა ერთწლიანი скоротечный курсы, тоже фармацевтические, მაგრამ დონით რასაკვირველია ბაბუაზე დაბლა იყო. დიახ. შემდეგ წამოვიდნენ საცხოვრებლად სოხუმში. საცხოვრობდნენ ისინი. ესენი ცხოვრობდნენ იმაზე, ოქტიაბრსკაიაზე. მაშინ ურანაწყებია საცხოვრობდა, იცით? ერთი კედელი ყოფდა ჩვენ. შემდეგ მინდა გითხრათ, რომ ბაბუამ გახსნა ლაბორატორია, პირველი ალბათ. პირველი, რომელიც გაიხსნა სოხუმში, მაშინ სტალინის ქუჩაზე. დიახ. ბაბუა იყო, ასე შეიძლება ვუწოდოთ, პირველი გამომგონებელი ფარმაცევტი, რომელმაც გათვალა, რომ მალარიის ეპიდემიასთან საბრძოლველად გამოიყენება ხინინი. ალბათ ქართულად ქინინი.
და ეს შეტანილია სახელმწიფოში. დიახ. ბებია ყოველთვის მუშაობდა აფთიაქში და ბოლო მისი ნავსაყუდელი იყო წითელხიდთა რო იყო აფსნის წინ აფთიაქი. დიახ. განთქმული. ბებიას და ბაბუას ყავდათ და ორი შვილი, დედა და დეიდა ჩემი და მელი ბარკალაე ჩემი იგივე დედა, ну они сводные сестры. Всё, მეც არაფერს არ. დიახ. არ გამომერჩევა არც დედაში და არც დეიდაში უსაყვარლესი პიროვნება, კეთილი, ჭკვიანი, ნიჭიერი და ქალბატონი ნელი, რომელიც ხო, იყო ჩვენთან სტუმრად. არაჩვეულებრივი შვილი, ჩემი დეიდაშვილები, რომლებიც ძალიან მიყვარს. დიახ. ეს ახლა დედა ჩემის. მინდა გითხრათ, რომ აი დანარჩენი სურათები როგორ ეს არის მამა ჩემის. ეს არის მამა ჩემის მამა, რომელიც ზის. სულ ვიცინოდი, მამა ჩემს ვეუბნებოდი, შენი მამა ეთყობა ბოშა იყო, ისეთი სახისფერი და თმებია. დიახ, საინტერესოა. აი ესენი ვინ არიან? დედა ჩემი და მამა ჩემი, როცა დაქორწინდა. ეს არის ულამაზესი, უმშვენიერესი წყავილი. დედა იყო ლამაზი ქალი. და მამა ძალიან სიმპათიური. მე ასე მეჩვენებოდა, რომ არა, ასე არის ნამდვილად. ქალბატონო მანანა, განაგრძეთ თქვენ აი თქვენი ბავშვობა როგორი ახლა ერთი ეტყვით რომ მე დავიბადე თბილისში მამა ჩემი იყო მე-9 პოლკის სანიტარული განყოფილების უფროსი ეს აფხაზეთიდან გადმოიყო полк там это во время войны я родилась в Тбилиси во время войны так შეიძლება დავასახელოთ თქვენი დაბადების 1945 წლის 28 თებერვალი. დიახ. ქალბატონი მანანა. აი დააკვირდით და ნახეთ. 80 ჩვენი ულამაზესი, უსაყვარლესი პიროვნება ქალბატონი მანანა. თებერვლის ბოლოს 28-ში. დიახ, ხდები 80 წლის. თამამად ვაცხადებ და მიხარია რომ 80-ს გავა. აი გილოცავთ წინასწარ, ეს არის ბედნიერება არის. ნამდვილად ბედნიერი ბრძანდებით და გამოიყურებით ფანტასტიკურად. არა, მე გეუბნებით, ასე არის. ომი რო დამთავრდა, დედა ჩემი და მამა ჩემი წავიდნენ სოხუმში და განაგრძეს თავის მოღვაწეობა იქ. მამა ჩემ ძალიან კაი თანამდებობები ჰქონდა, იყო ჯანგანი სოხუმის ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილე, საფერშლო სკოლის დირექტორი, აფთონის კურორტის მმართველი. Там, где вот этот монастырь. Აი, იქ იყო მამა ჩემი დირექტორი. Ну, ახლა ამა დედა ჩემი იყო თავიდან ქირურგი, მერე დაავადდა გული და გადმოვიდა და გახდა გემატოლოგი. ეს. დედა ჩემის მკვიდრი და იყო იურისტი. ნელი მოგეხსენება დაამთავრა პლეხანოვის ინსტიტუტი. მოკლედ განათლებული ოჯახი. შესანიშნავი განათლებული ხალხი. მამა ჩემის მამა იყო მაშინ ეძახდნენ ფერშალს. მუშაობდა, დაიბადა მამა ჩემი ქობულეთში, მამამისი იყო ქობულეთელი და მორიგი ვიზიტისას ავადმყოფთან ცხენით მიდიოდა. ცხენმა ჩამოაგდო და ჩაქოლა. და 29 წლის ასაკში დაიღუპა. მერე მამა ჩემი, მისი ძმა და დედამისი გადაბარდნენ ბათუმში. მამამ ბათუმში დაამთავრა, ჯერ საინჟინრო რაღაცა რო იყო ტექნიკუმები, თბილისში მოეწყო გპი-ში. მერე მესამე კურსიდან მოუნდა ექიმოდობა და გადავიდა სამედიცინოში. ეს არის სოხუმის ისტორია. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბაბუა ჩემი ვიქტორ ბარკალაე იყო რეპრესირებული.
Как же без этого? Да, не без этого. Да. Да. შეტანილია წიგნი გამოუშვა ქართველმა თბილისში Дიახ. და ეხლა ვეგეთქვით. Так. Ай, Большой террор так. в Абхазии. Вот так называется эта книга. Книга. Она у моей тети существует. А и под этот, ваш дедушка. Внесен отдельно. Так. Виктор Баркалая. Виктор Баркалая. Так. Его выслали на озеро Балхаш на 10 лет. Репрессировали. Да. Так. Кроме всего, что он был умным, он был очень самовлюбленным, то есть самоуверенным и очень гордым. Ему там предложили, как фармакологу, фармацевту, заведовать аптекой в той зоне. Он отказался из-за своей гордыни. Ქართულად. გამოაცხადა შიმშილობა და ერთ თვეში ცინგით გარდაიცვალა. დასაფლავებულია იქ, მაგრამ არასდროს არავინ იქ არ წასულა. რა თქმა უნდა. ნუ, ალბათ. ქალბატონო მანანა, კიდევ გვითხრით, აი ის პერიოდი, რომელმაც თქვენ გაგხადათ ისეთი, როგორიც ბრძანდებით. აი თქვენი პიროვნები ჩამოყალიბდით. დიახ. ვინ იყო ის ადამიანები, ვინ თქვენს ირგვლივ იყო? თქვენს სიყვარულზე მინდა ისაუბრო, თქვენს ურთიერთობებზე. აი რა იყო სოხუმში? კარგი. დიახ. თვისებები, ადამიანური სითბო, სიყვარული, წიგნიერება ეს დედაჩემის დედისგან მოდის. დედაჩემის დედამ დაამთავრა გიმნაზია. იყო რუსულენოვანი, მაშინ ასე იყო, იცოდა რუსული და მეგრული, ქართული არ იცოდა, ანალოგიურად ბაბუაჩემად. დიახ. და მე ეხლაც მაქვს ის ლიტერატურა, რომელიც შემომჩა და წამოვიღე სოხუმიდან. მე მაქვს 37 წელს გამოცემული პუშკინის დიდი წიგნია და პოემები, ლექსები. მინდა გითხრათ, რომ ბებიამ თითქმის ყველა პოემა იცოდა ზეპირად. მე მახსოვს ლერმონტოვი, მე ვიყავი პატარა და ჩემი შვილებიც, როცა ბებიამ ცირის უკითხავდა და აწავდა. ზეპირად. Уникальный. კიდევ ბებია ჩემს ჰქონდა. Какое образование. სულ დახეული და დაფლეტილი. ეს წიგნის ავტორი იყო Натсон, он был еврей. Да, Натсон. Да бебия митхра. Эта книга уникальная. იქ ისეთი ლექსები იყო. ერთ-ერთი იყო песня пения Христу. Ну ეს იყო ისე და ვერ წამოვიღე ყველაფერი. ეს საუნჯე არის თქვენს ოჯახში, თქვენ ფლობთ დაწვეს სოხუმში, როცა არ იყო შუქი. ეს წიგნი დაწვეს? ხო. ბევრი კარგი ლიტერატურა, კარგი ბიბლიოთეკა დავტოვეთ, მაგრამ ერთადერთი რაც გამომიგზავნეს, ეს არის Золяци 20 томеули 1830 года выпуска. Ну, это... 10 книг мне прислали, или 15, я уже... А кто вам прислал из Сухуми? Ჩემი მეგობრები დარჩნენ იქ. დიახ. და უკვე ვერაფერი რო ვერ გამოაგზავნეს, ეს გამომიგზავნეს და რაღაცა ესეთი. როგორია თქვენი სოხუმი თქვენს მეხსიერებაში? როგორი ფერებით არის? მეხსიერებაში არის სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, მორიდებით, ზრდილობით სავსე ქალაქი. განურჩევლად ეროვნებისას. მინდა გითხრათ, რომ ვერც კი დავთვლი, რომელი მეგობარი მეტი მყავდა, ქართველი, ბერძენი, რუსი თუ აფხაზი. Все мы были сухумчане.
Национальность это была сухумчане. Да. ეხლაც მაგ შერჩენილი ურთიერთობა ერთი ეპიზოდი მინდა მოვყვე. მე ჩემი მოგახსენეთ ჩემი შვილი უმცროსი და მეზობლის ბავშვი წამოვედით სვანეთით. ეს არა, ამას არ მამა ჩემი დარჩა სოხუმში. მამა იყო ექიმი გითხარით და მუშაობდა. ერთ-ერთ დღეს შევარდნენ აფხაზები, სომხები, ცემეს. მოკლედ, რამდენი წლის იყო მამა თქვენი მაშინ? 78. 78 лет. და დაემართა სისხლის ჩაქცევა. უპატრონეს რუსებმა, მეზობლებმა, მაგრამ ცემა ვინ? შემოსულმა ბოევიკებმა. ერთ-ერთი იყო ჩვენი მეზობელი სომხის კაცი, რომელიც მამამ იცნო, რა ითხოვდნენ? ითხოვდნენ ფულს. აღარ მაინტერესებს. მარადიორები. საშინელება მოხდა. და რუსებმა უპატრონეს და მინდა რომ წამოვიყვანო, მაგრამ არ შემიძლია. ამასობაში წავედი მოსკოვში, ვინაიდან სოხუმთან არ შეიძლებოდა დაკავშირება და იქედან გავიგე რომ მამა ჩემს აქვს სისხლის ჩაქცევა. დიახ. მინდა წამოვიყვანო და შემთხვევით ქუჩაში შემხვდა ჩემი ნასტუდენტარი. თქვენს მუშაობდით ომამდე? იმაში სასოფლოში, სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. შემხვდა ჩემი მოსწავლე სტუდენტი რაულ ბირდას გვარი არ მახსოვს. ეშბა. აი რაულ ეშბა იყო ჩემი სტუდენტი. დიახ. ой, მანანა გიორგინა კაკა რად გადამეხვია გაკუვასწილა. მე ვთხარი, იცი რა, მამა ჩემი დარჩა სოხუმში. Вы не нервничайте, ეს მგონი მერი იყო თუ პადმერა. მისი ძმა თუ არ ვიცი, რაღაცა იგებს. დიახ. Я вывезу вашего отца, дайте мне адрес. მივეცი მისამართი, ну რასაკვირველია, დაგეხმარათ? არ ჩამოვიდა. არა. ეხლა მამა მიყვება რომ ჩამოვიდა. მანანაო, ვიღაც ბიჭი იყო მოსულიო, მიკაკუნებდა და მეუბნებოდა. Я манане Георгине студент, я вам хочу помочь და შემეშინდაო და კარი არ გავუღე. მადლობა რაულს დიდი. ეს იყო დიდი პატივისცემა მოგითხრა. Диახ. მერე ჩემი ამხანაგის შვილი აფხაზი. Ну вы можете это сказать на русском ему, вдруг он посмотрит. Да. Спасибо ему, что он сдержал. Да. За все, за он готов был помочь. Он выполнил свое слово. Он настоящий мужчина. Так. Да мере, ჩემი ამხანაგის შვილი ვახტანგ აგრბა, დუშა აგრბას შვილი. Да. იყო ჩემი ნათლული, იყო ჩემი სტუდენტი და დაინიშნა მინისტრ ეკოლოგია აფხაზი. ჩვენი ინსტიტუტი ქონდა დამთავრებული. მინდა მამა ჩემს ერთ დღეს მირეკავს დედამისი, ჩემი და მამა თქვენს პატრონობენ რუსები, მეზობელი რუსები. დიახ, ვინმეს გვარი თუ გახსოვთ? ივანოვი. Так. როგორ არ მახსოვს? დიახ. ესე იგი მოვიდა ეს ბიჭი მამა ჩემთან. მამა ჩემი პატარა რო იყო ექიმი. აგრბა მოვიდა. დუსიას შვილი. ხო, დუსიას შვილი. ჩვენ მეზობლად ცხოვრობდით. და მამა ჩემს უთხრა, Георгий Иванович, собирайтесь, я вас завтра отвезу в Адлер и отправлю к Манане. მართლაც მეორე დღეს მამა ჩემი გააცილა ექსკორტით რა ქვია ადლერში რასაკვირველია უფასო თუ ყველაფროდ გამოატანა ბევრი შოკოლადის კონფეტები, сигаретები და დავხვდი მამა ჩემს თბილისში. Это я никогда не забуду. За все хорошее, что моя семья смогла сделать для них, было 100-кратно оплачено. Махтика уже живых нету. Царство ему небесное. И он был мой крестник. Крестник ваш был.
Ახლა კიდე რა მინდა მოგიყვეთ? Люди разные бывают. Некоторые помнят добро. Национальность, душевность никакой роли не играет. Да, абсолютно. Абсолютно. Да. Да. А на работе вы, естественно, это было многонациональное, коллектив многонациональный. Необыкновенный коллектив. Да. Расскажите о коллективе. Да. მუშაობდნენ ძალიან პატივსაცემი და ღირსეული ადამიანები. ბატონი მეჩით ხვარწია, ბატონი ლორიკ მარშანია, ქალბატონი ბელა აშუბა და ჩემი კათედრის გამგე ბატონი ჟორა ხარშვა. ყველა მე ვთვლი რომ თვალსაჩინო ადამიანები. ჟორა ხარშვამ ჩემი კათედრის გამგემ 7 კლასი დაამთავრა ქართულად. შესანიშნავად ფლობდა ქართულ ენას და გარდა ყველაფრისა რომ მე ქართული იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, ადამიანური კეთილი და ეროვნება მაშინ არ არსებობდა ჩვენს შორის. იყო ძალიან თბილი ადამიანი. დღეს უკვე ის ცოცხალი აღარ არის. Царство ему небесное, долгих лет жизни его прекраснейшим мальчиком. ბელაზე მოგვიყევით. როგორი იყო ბელა? როგორი არის ერთის მეხსიერებაში? ჩვენი ინსტიტუტი იყო ქართული, იმიტომ რომ ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა არაჩვეულებრივი ადამიანი, პროფესორი, მერე აკადემიკოსი ბატონი ნაპოლეონ კარკაშაძე. სიყვარულით, ღრმა პატივისცემით მოვიხსენიებ მე და ყველა დარჩენილი მისი თანამშრომელი. იცით რა არის? ბელა აშუბა იყო სწავლული, განაგებდა მეცნიერულ ნაწილს. რომ გითხრათ, ახლა ბელა აშუბასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა არა? აი სალმის და მოკითხვის დონეზე. ჯერ ერთი იყო ლამაზი ქალი. ძალიან. მერე იყო ძალიან მცოდნე და ძალიან თავაზიანი. ყოველთვის იცავდა დისტანციას. აი ასეთი უბრალოდ მასთან ბოდიში შეცვლა და რაღაც თუ საქმე ქონდა, მიგიღებდა პრიძელა ზაკონა. აი ასეთი ქალი იყო. ბატონი ლორიკი იყო ჩვენი პრორექტორი. ნუ შეხება მქონდა ეხლა იმ დონეზე რომ დაუშვათ რაღაცა არ იყო კათედრის გამგეშვებულება. ნუ რაღაცა ესეთი нехозяйственные, административные дела. Ну, ბატონი მეჯიკ ხვარწკია სხვარი. აი ასეთი ზრდილი არ მეგულება რომ მოდიოდა აი სტუდენტებსაც კი თავდახრილი ესალმებოდა. ეს არის, იცით, ძალიან დიდი კულტურის მაჩვენებელი. კიდევ იცით რა, როცა მე ვაბარებდი ინსტიტუტში, მე ჩავაბარე, მაშინ უნივერსიტეტი არ არსებობდა, Сухумский государственный педагогический институт, факультет физико-математический. და მე გამომიგზავნეს და დავკარგე, მე მაქვს სურათი, ძალიან კარგად ჩავაბარე გამოცები, იმიტომ რომ ვიყავი ოქროს მედალოსანი და მომთავრე შესანიშნავი მეხუთე სკოლა და გადაგვიღეს სურათი. პირველკურსნიკი მე, იურა ხარშბა და ისაჩენკა, სამი სხვადასხვა ეროვნების. მერე მოვხდით ერთ კურსზე, იურა ხარშბა, ფედია ამიჩბა, რაისა გუმბა. Однокурсники, ну не одногруппники. Хонда არაჩვეულებრივი დამოკიდებულება. არა მარტო მოკითხვის დონეზე. რაიასთან მეგობრობდი და ხშირი სტუმარი იყო ჩემს სახლში. ამით რა მინდა ვთქვა, რომ მაშინ ეროვნულ საკითხებზე ლაპარაკი არ იყო. ასევე კარგად ვიცნობდი ბატონ ალეკო გვარამიას. ესეც ახალდამთავრებული ქონდა. თქვენ გრძნობდით რამეს, რომ აი თქვენ ვერასოდეს. ამას ვერ ვიტყვი, აი ჯვარს რომ აცვათ.
არასდროს ჩემს მიმართ და არავის მიმართ მე მაგათი აგრესია არ მახსოვს. რა ვქნა ახლა? შეიძლება იყვნენ ვიღაცები, მაგრამ ჩემ გარემოცვაში არ იყვნენ. აი როდის იგრძენით რომ ჩვენ შორდებით ერთმანეთს? იცით რა, ეს იყო მოსიმსე დივატი გოდ პირველი სკოლა რო დაარბიეს. დიახ, ჩემი სკოლა. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, თქვენი სკოლა, დაიღუპა ვოვავეკუა, ეს იყო მომავალი ჩვენი, უჭკვიანესი ბიჭი, უდანაშაულო. და დიდი გულის ტკივილი იყო, მე მახსოვს როგორ გამორბოდნენ ბავშვები, ჩემი თანამშრომლის შვილი, ფიზიკოსი შეეწირა კეტებს. აი მაშინ დაინახეთ პირველად? იცით რა არის? მანამდე ხო იყო წერი არ მიგხსნია. არა, მაგრამ მანამდე ხო იყო თუ ნუ ეს თავშეყრა რო იყო ლიხვის ამბები. იცით რა არის? ეს ყურს რომ ხდებოდა, ან არ მესმოდა, ან ვერ სერიოზიარებდი ამას. სერიოზულად ვერ აღიქვამდით. ჩემთვის ეს უცხო იყო. როდესაც იყო აფხაზი აკანი აკსაკალი называется, აკსაკალი, да. თავშეყრა სოხუმში და რო ვნახეს старейшины были, старейшины. старейшины, да. ჩვეულებრივად გავიარე ახლა ნახე პატივსაცემი მოხუცი ხალხი, არაფერი არავით არ იგრძნო, ვერ გრძნობდი. მაგრამ თქვენი სკოლის დარბევის მერე შიშიარა ცუდი გრძნობა დამეუფლა, ძალიან ცუდი გრძნობა დამეუფლა, მაგრამ მიუხედავად ამის არაფერი არ შეცვლილა, ინსტიტუტში არაფერი არ შეცვლილა, არც დამოკიდებ, ნუ შეიძლება მე ვერ ვიგებდი, არ ვიცი. თქვა რომ არც ისეთი ვიყავი ახლა ტალსტაკოჟა რო არ მეგრძო, არ მიგრძნია. აი როცა დაიწყო, ასმაგად ვიგრძენი ყველაფერი. თქვენ იქ იყავით სულ ეს 13 თვე? მე ჩემი უმცროსი შვილი უფროსი უკვე სწავლობდა თბილისში, მამა ჩემი, მე და ჩემი გოგო. უმცროსი. უფრო უმოქმედოები ჩვენ ვიყავით თავიდან. ჩვენ ვარიგდებდით უსიამოვნებას. ჩვენ არ გვინდოდა გაგვეწირა ჩვენი მეგობარი. რეალობის მიღება არ გსურდა. არ გვინდოდა. დიახ. მაგრამ სიტუაცია რო დაიძაბა, მერე ჩვენც უნდა გამოგვეჩინა თავი. და იმდენად შემზარავი იყო ეს ყველაფერი. თანდათანობით ადამიანობა ქრებოდა. ურთიერთობა შეწყდა, მეგობრობა დაიკარგა, ნაცნობობა დაიკარგა. დარჩა ორი მოპირისპირება. მაგრამ მაპატიეთ ქალბატონო მანდა. აფხაზების ნაწილი წავიდა, დატოვეს სოხუმი. და ვინც დარჩა, მათ პატრონობდნენ ისევ ქართველები. ეს იცით რა ასე იყო ჩემს ირგვლივ. ჩვენი ჰუმანიზმი დაუსრულებელია. ალბათ ქრისტეს ეს მცნება რომ ერთ ლოყაში რო გაგარტყამენ, მეორე მიუშვირე ქართველებმა ეს კარგად აითვისეს. ძალიან ბევრი არაღირსეული ოჯახი დაიცვეს ქართველებმა, რომლებმაც მერე ისინი გაწირეს სასიკვდილოდ და გაყავდათ დასახურედად. მე ვიცი შემთხვევები, ეს ჩემი გასარჩევი არა, ღმერთმა აპატიოს და შეუყვიტოს. ეს კარგია გადამეტებული ჰუმანიზმი. აი მე დღევანდელი გადმოსახედიდან ეთყობა მერე ვისწავლეთ ჭკუა. ვისწავლეთ ჭკუა? მაინც შედარებით მე მგონი. ძალიან ლაღები ვიყავით, იცით? ლაღ ოჯახებში გავიზარდე. მე არ მახსოვს, აი ბავშვები ხო ჩხუბობენ, როდის მე ვინმესთვის ახტე რუსკი მეთქვა. არ ვიცოდი. ერთი შემთხვევა შეიძლება აუცილებლად. ეხლა ყველაფერს თავი დავანებოთ. ბიძა ჩემი დავგრძალეთ, დღეს გარდაიცვალა, ხვალ დავგრძალეთ და
მოვდივართ. გამომიარა ჩემმა ბიძაშვილმა თემურ ბარკალაია, მიცოდი თქვენ ის მთელი ეს ომი მუშაობდა ჰოსპიტალში და მეუბნება მანანკა. Зашли абхазцы около республиканска, быстрее пошли, წავედით მაგათან სახში. Რაღაცა თითო ჩანტაში რაღაცა ჩავყარეთ, რაც გამოგვადგებოდა 1-2 დღე. გავიარეთ ბიძაჩემთან და ტვირთულის სახლი. წამოვიღეთ საპონი. საპონი, რაღაცა 4-5 ჩავაგდეთ საპონი. მამა ჩემიც მოდის, რომ მიუახლოვდით უკვე კინო აფსის, მამა ჩემი გაჩერდა. მანანა მე ფეხით ვერ წამოვა. და ასე თვალცრემლიანი კაცი მარტო გაუშვი სახლში. და მე და ესენი ბარკალაები და ჩემი შვილები წამოვედით. თქვენ შვილებთან ერთად კიდე ვინ წამოიყვანეთ? მეზობლის ბავშვი. ვინ არის ეს ბავშვი? და თან სახელი თქვით, თუ საჭიროდ ჩათვლით. თუ არა და მე გეტყვით რატომ არ ვამბობ სახელს, იმიტომ რომ ამ ხნის მანძილზე გავიდა 30 წელი ერთხელ არ შემხმიანებიან. მადლობაც კი არ ვთქვა. თბილისში ცხოვრობს? არა, სამეგრელოში. ერთი ზარი არ მქონია მადლობის და ამოვკვეთეთ ჩემი მეხსიერებიდან ეს. ბოდიშს გიხდით, მაპატიეთ, ჩვენ უნდა გავიგოთ, იქნებ ისეთი რაღაცა არის მის თავს? არაფერი. არ არის ხო? იმიტომ რომ მე ვნახე საერთო ნაცნობები ძალიან ლაღად ცხოვრობდნენ. კარგი, თქვენ მოგაბარათ აი ეს ბავშვი დედამისმა იყო ეგთანი და მუშაობდა სამად. ქართველი იყო ეს? ქართველი. დიახ. ქართველის მეუღლეც, მინდა გითხრა. დიახ. ბავშვი რამდენი წლის იყო? ბავშვი იყო 16 წლის. დაკ. თქვენ მოგაბარათ და თქვენთან ერთად გამოდის სოხუმიდან. 5 დღე ვიყავით მერხეულში, კვარაცხელიების ოჯახში, შორენა კაკუთია და მერაბ კვარაცხელია გვიმასპინძლეს 5 დღე. იქიდან წამოვედით მანქანით საკენამდე. საკენში ცხოვრობდა ჩემი სტუდენტი, დედამისი იყო ფოსტის გამგე და მივადექით. იქვე იყო ქალბატონი ნორა. გვარი დამავიწყდა. ანასიძელეი წურმე ძმა. ნუ არა, ხო გახსოვთ მე გავაგზავნე, მე გაგვახსენდება. მაგის გოგო იყო ჩემი მოწაფე. დიახ. ნუ იმათაც გვიმასპინძლეს ეს კუბდარ არაფრის ჭამისთავი არ ხონდა ისეთი შეშინებულები. დიახ. იქიდანაც მანქანით წამოვედით до подножия. Машина уже не шла. Да. ეს იყო 30 სექტემბერი. დიახ. როცა 27-ში სოხუმი იწოდა, ჩვენ ყველა გავედით მერხეულის ის რო იყო სათვალთვალო პუნქტი რაღაც, პოსტბი. და ვხედავდით როგორი კოცონებიან და даже ხმაც ისმოდა შეძახილები მხიარულები. ნუ რა საკვირველია, არღვლიანი ნორა. ძალიან დაძგუნულები წამოვედით. უკვე მანქანა აღარ მიდის და ფეხით გავყევით გზას. ყველაზე ადრე ჩამოვიდა 90 წლის ქალი და უკან მოვყვებოდი მე. ისეთი სიჩქარე. თქვენ მაშინ იქნებოდით 45. 46 წლით. ნუ მოკლედ. ტკივილი ცავსე გზა, უფულობა, უსახსრობა. საჭმელი არ გაქვს. შეიძლება თაიგულზე მოგვიყეთ. იცით რა? მოვდივარ. ასეთი დაბნეული, ამავე დროს გაბრაზებული და სულ ვამბობ. აი, ნუ რაღაცა ჩემ გულში ეს მამა იქ ნერვიულობ, ეხლა რანაი და უცებ დავინახე რაღაცა შემაღლებულზე ყვავილები. სხვათა შორის ყოველთვის ფიქრობდი, რომ გული მტკიოდა.
თურმე არ დაიჯერო. ავხტი ამაზე მოვკრიფე ცოტა და დაიგული ხელში არ მეტეოდა. საოცარი პიროვნება ბრძანდებით. აი ასეთ ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, აი ამ ბუნებრივ სილამაზეს რო ალბათ ეს დაინახავს, მაწყნარებდა, იცი? გამშვიდებდათ. აი თქვენ ხო სვანეთით ჩამოხვდით. კი. ეს იყო დასამახსოვრებელი თაიგული. გეუბნებით აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტში რო შევიჭერი გიჟივით უფროსთან გამომგზავრება მინდოდა, თაიგული რო დამინახა, მინდვრის ყვავილებით. მინდვრის, აი ამ თავზე გახეული შარვალი, იუბკა კოცონზე დამეწვა, ნუ გისგავდე, არც კი ფუფალას. და არ დამსვა, შეშინდა. და ეს აეროპორტის უფროსი იყო ბატონი ჩაჩხიანი. დიახ. და თქვენ გნებავდათ თბილისში რომ ბავშვებიანად. დიახ. არ შემომთავაზა დაჯდომა. აი ასე მელაპარაკებოდა. ალბათ ეშინოდა რომ წავაფრინდებოდი თავში, არ ვიცი, გისგავდი. დიახ. და მეუთხარი უნდა გამიშვა თბილისში ასე ისელტო არის ნერვიული. ქომოშვილის ბიჭები წავლენ ახლა და თქვენ გაგამწავრეთ. მართლაც გამაცილა და გამომიშვა თბილისში. ერთი შემთხვევა მინდა მოვყვე. ვართ გულირიფში, საიდანაც მიდიან გემები. დიახ. კატერა ერთი და თემური ჩემი ეს ბიძაშვილი იქ არის, ექიმია და трупы друг друга лежали как бутерброд. ეს იყო საშინელება, ვერ დავიძინეთ, ვერ ვჭამეთ, არც გქონდათ. და მეორე დილით მივდივართ ამ გემისკენ, გვაცილებს თემური. მივდივარ და ჩემს წინ მიდის ძალიან ზორბა ქალი. აი გახსოვთ მიშამაშა რო იყო სოხუმ. აი იმ ტიპის ორი ჩემოდანი მიაკ ძალიან დატენილი ეთყობა რომ უჭერს წაღება. დედა ვიფიქრე, მიშამაშაც გარბის და გაუსწარი. და როგორ უწარი, გვერდში ქალი იყო. ვაიმე ვიცანი ქალი. არ ვიცანი და გვერდი თურმე ქმარია. აცვია ინდური იუბკა და ინდური ჩალმა თავზე. რომ დამინახა, ქალი გატრიალდა. და კაც შეეშინდა. Подошли к катеру. ამან თავის დიდი კაცი იყო მოსული, ფეხებით გადააბიჯა და შევიდა ათრია ეს ორი ჩემოდანი, ცონი აიყვანა და ჩვენ ვერ ჩავჭიქით. საჩემეძლო ახლა ახტომა ცოტა მოკლე დავბრუნდი სახლში. დავბრუნდი ისევ გულირიფში. გავიდა 1-4-5 წელი და თბილისში ვარ. თბილისში ვარ და ნუ უკვე შემეხედება, ანუ დაბანილ დავარსნილ და რაღაცა ნაყიდი ძონძი მაცვია. მივედი და დგანან სოხუმელი ჩემი თანატოლი ბიჭები. მსახიობები, ინჟინერები. ეს სად რომელ ადგილას? ივერიასთან? არა, გასვენებაში მივედი. გასვენება. სადღაც მივედი და დგას ეს კაციც. ამ დროს გავიგე, რომ უყიდია შესანიშნავი ბინა აქვს, არაჩვეულებრივი მანქანა და სახლი ორსარდ, ნუ მოკლედ, რაღაცებს წყვებიან. მე ხმას არ ვიღებ. ეხლა ეს ამხანა მეგობრები მომახდნენ, ყველა მკოცნის მეფერება ეს დგას. ეხლა იცით, ყველა გადავკოცნა, მე უხერხულა და მივედი. აი ესე თავი მივამდე და ვეუბნები. ის შესაძლებელი უფრო გიხდებოდა და წამოვედი. За 2 минуты его не стало. Он убежал.
მაგრამ ჩაცმული ბოლო მოდაზე შარვალ კოსტიუმი გალსტუკი. ზოგი ასე იქცეოდა, ზოგი ისე, ზოგი მოეწყო ნაქურდალით. ანუ მინდა გითხრათ. გაქურდა საკუთარი სახლი. როცა ხალხი კვდებოდა და ვერ ჯდება. აი ახლა ეს ბიჭები დარჩენ და მეუბნებიან, მანანა. 5 წელი გავიდა, ჯერ გვიჭირს ფული. ისრულობთ ნებისმიერ რესტორან. გპატიშებთ ვინც კი მითხარი რა უთხარი იმ კაცს. რატომ გაიქცა? არაფერი არ აი გვითხარი, ნუ რასაკვირველი არ მithქვა. არც კი ჩემი შვილებისთვის იმ კაცის გვარი და სახელი არ მიხსენები, არც ვახსენებ. თუ ცოცხალია, ღმერთმა მიმომატოს წლები და მე მგონია ჩვენი შეხვედრის მერე ცუდ რაღაცას აღარ იკადრებდა. იმიტომ რომ ეს იყო გამოუსწორებელი ნაბიჯი. ხალხი კვდება და შენ ქონება მიგაქ. იყო ასეთი შემთხვევები. მე ვიცი, ქვაბებიც კი ჩამოუტანია, საყვარელი ქვაბები. და ჩვენ ჩამოვედით შიშვლები. ქალბატონო მანანა, აი სოხუმელებზე მომიყევით. სოხუმელებმა როგორი სიყვარული იცოდნენ? ერთგულები. წესიერები დამოკიდებულებებში. უღალატო ხალხი. მე ვამბობ იმათზე, ვისთანაც ურთიერთობ. მე დიდი მასშტაბით ვერ ვილაპარაკ. ულამაზესები. აი, ჩამოთვალეთ, აი ვინ არის ასეთი ლამაზი, ყოველთვის განსხვავებული იყვნენ სოხუმში ქალბატონები. ძალიან დახვეწილები, ფანტასტიკურები. არა მარტო სილამაზით, კულტურით, განათლებით. აი დავიწყოთ, ლამარა ეთერია. დიახ, ოდიშარია მეორე. ოდიშარია. დიახ. მეორე სკოლაში, დიახ, მეორე სკოლაში მუშაობდა. დიახ. ნარგიზა წერეთელი. დიახ. რაულ ეშბას მეუღლე. დალი. სვეტლანა პრაკოფიევნა. კეცბა. რომელიც უნდა ყოფილიყო საგარეო საქმეთა მინისტრი. უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, უერთგულესი. Bela Shakirovna очень симпатичная была. Тамара Пацулая, Ада Шлатери, აი სხვადასხვა шлатерზე შეყვარებული ვიყავი. ცაგუდოლიძე. ცაგუდოლი. დიანა ალანია. დიახ. Yamze Anchabaze tu gahso. Როგორ არა. ჩვენი Yamze. Tamarodisharia. Tamarodisharia და მისი და. დიახ. ელენე მგონი, ელენე. ელენე მაგის და. დიახ. უსიმპათიურესი მამაკაცებიც ყავდა. კი. ნუ გზარ წერეთელი. და. შოთა გვაზავა. გურამ ნაჭყებია. გურამ გაბისკირია. მერი არა, ჩემი სტუდენტობის დროს იყო. მერე კიდევ ბატონი მიმინოშვილი სიმეონ ულამაზესი, რომელმაც ვეფხისტყაოსანი რუსულად იცოდა ზეპირად. დიახ. ნუ ეს განთქმული პიროვნება. მიმინოშვილების ოჯახი. და ქალებში გამომრჩა პუტა და ляля караоке. აი ეს სხვადასხვა ეროვნების ხალხი და ყველა სოხუმელი. პუტა იყო ულამაზესი. კარაოგლი. მე ასეთი აიცით რა რაღაც თურქი იყო, თურქი და ეს ქონდა შერჩენილი თავის გადუსასხვრელ სითეთრესთან ერთად, она была белоснежная. Да. Ну бесподобная. Да. А Ляля это была вообще. Ляля გავდა ევროპელ ქალს, ისე ციცით
დაცვის შესახედაობა ქონდა ისეთი, она была непростая. Нет. ყავდა ულამაზესი ქმარი ჯუნა ჯაფარიძე და ამშვენა სოხუმი. დიახ. მოკლედ ვეღარ ვიხსენებ, ძალიან ბევრი. ჩვენი დაგმარა ნინიძე. დაგმარა კუშინოვა, მერე ნინიძეზე გათხოვდა. დიახ. გარდა იმისა, დაგმარასთან ძალიან მეგობრობდი. დიახ. გარდა იმისა, რომ დაგმარა იყო ლამაზი, დაგმარა იყო უკეთილშობილესი ადამიანი და მინდა აღვნიშნო ბევრი ახალგაზრდა, რომელმაც სოხუმში მე-10 კლასამდე ისწავლა, დაგმარას დახმარებით და შემწეობით შეძლო გამოცდების ჩაბარება და ატესტატის მიღება. ყველას ეხმარებოდა. ყველას. კეთილშობილი და პატიოსანი პიროვნება. და ლამაზებში გამორჩა ვიოლა პაპაბრამიდი, ბერძენი, ეს იყო რამოთი არაჩვეულებრივი. ცაქვა ხონელიაზე რა სიტყვით? ისე? ცაქვა ხონელია. ცაქვა იყო კოლორიტი ქალაქის. დიახ. ცაქვას ეროვნება არ გააჩნდა. ცაქვა იყო ყველა ეროვნების. ძალიან მართალი, ჯერ ძალიან ლამაზი. აი ყველაფერს დავირო, ძალიან ვაშკაცური. დიახ. გამტანი. ნუ არ ვიცი. აი ყველა კარგი თვისების მატარებელი. იყო ძალიან ლამაზი კიდევ ნათელა. აი ცაქვას რძალი, ძმის ცოლი. ნათელა ქართველი იყო, ნათელა კედია, ნათელა ივანოვნა და ნათელა ივანოვნა მუშაობდა მამაჩემთან მეორე პოლიტიკა. იყო ძალიან დიახ. დახვეწილი, სიტყვა ძვირი. ისეთი, აი. და ულამაზესი ხალხი ცხოვრობდა სოხუმში. ულამაზესი. და ურთიერთობა იყო კიდევ განსხვავებული. ძალიან თბილი, უღალატო, არა დამოკიდებული შენ მატერიალურ სტატუსზე, შენ იყო მეგობრობა, რასაც ქვია და ძალიან ბევრი აღარ არის. ძალიან ბევრი. სანამ ჩვენ ვიხსენებთ მათ, ისინი ცოცხლობენ. მონგონებლების ანამეყოლება ახლა. დიახ, დიახ. ჩემი შვილები მაგალითად. ნუ იმათ კიდე ვიღაცები ემახსოვრება. ქალბატონო მანანა, როგორ ფიქრობთ? წლები მე-4 ათეული წელი წავიდა, რომ დევნილები ვართ. როგორ ფიქრობთ? როგორ განვითარდება, როგორ ფიქრობთ, სად ვიქნებით ჩვენ, როგორ განვითარდეს ყოველგვარი ძალადობის გარეშე. უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა. ნუ თაობა არ შეცვლილა, მაგრამ ძალიან დიდი დრო არის. ძალიან ბევრი მოთმენა იყო საჭირო და შესაბამისად ბევრი მოვითმინეთ. მე არ ვეძებ ვინაა მართალი და ვინაა დამნაშავე. ასე ერთად გაზრდილი, შერწმული თავისი თვისებებით, ზნეობით, კულტურით ერი, მეგობრული, სუხუმჩანი უნდა იცხოვრონ ერთად. საპატიებელი უნდა ეპატიოს ორივე მხარეს. მართალია, უცების სიყვარული აღარ იქნება, მაგრამ აცადონ დრო მოიდაც. თქვენ მზად ხართ სოხუმში დაბრუნდეთ? მე ასაკი არ მიწყობს ხელს და მე ვთვლი, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, დათვლილია ასაკი რაღაც დონემდე. აი, მე მყავს 2 შვილი. მაგრამ თქვენ მაინც იგრძნობთ, თუ იქნება დაბრუნება. ვიგრძნობა აუცილებლად. ჩემი შვილები ჩავლენ. ახსოვთ სოხუმი 1-13 წლის იყო მეორე. ისინი მზად არიან შინაგანად იცხოვრონ სოხუმში. იცით რა არის? აი, მათი პლეადა, მათი თაობა მზად არის? რა არის? ორივე ემსახურება ხელოვნებას. დიახ. უფროსი არის მუსიკოსი, უმცროსი აკადემია დამთავრებული დიზაინერი. მაგათაც
მეგობრები დარჩეთ სოხუმში, ძალიან ბევრი. ბავშვობის დიახ, ეხლაც აქვს სატელეფონო კავშირი და როცა შეიძლება და ვიღაცას ვიპოვით, რაღაც მცირედ საჩუქრებს ვუგზავნით. თქვენ უგზავნით? დიახ. იმათ არ აქვს საშუალება, რომ გამოატანონ винмес. Იმიტომ რომ это же все проверяется как. Да. То есть вы все равно посылаете в Сухуми какие-то подарочки. დაბადების დღეებისთვის ვცდილობ. სხვათა შორის, როცა ალიკა ბარკალაյան დედაჩემის საფლავი ნახა, იპოვა. მოიყვანა მუშები, ხეები, იყო ბაობაბები, იზრდებოდა შეღებეს ეს ჭიშკარი, ყველაფერი და იყო საჭირო ფულის გამოგზავნა. ეს ჯდებოდა 12,000 რუსული ფული. დაურეკე შემამხანა. ეს რამდენი? 10-15 წლის წინათ. 15 წლის წინ. დაურეკე ანა სამაგრიჩანკა, მუჟუ ნიო, ვიოლეტა მანის ძმა. დაურეკე, ემთხარი გალაჩკა, русულად ვიტყვი ახლა. Надо Алику ты дай деньги, а когда твоя соседка будет возвращаться, я передам. ეს გოგონა სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა დედაჩემთან სტაჟის გამო და ჩვენ ვიყავით უახლოესი მეგობარი. ჩემი სახლის გადაღმა ცხოვრობდა. Я Алику позвоню, митра, даурека, гадасца пули да мирека, сманана. Твоя семья и лично ты для меня столько сделали, это мой подарок Тамаре Викторовне. То есть... А ну, Раминда гитхрат. Бердзени, квари Абхази, титон Сохумели. Сохумели. Ай, рахтеба. Мапатиет. Дия. Гублия, асида гублия. Ай, ჩვენი Жора гублия. Калиშვილი. და როდესაც ის გარდაიცვალა, ის ჩვენი სკოლის მასწავლებელი იყო და სიმპათიურესი რიჟინკა ასიდა. Чудесная была ასიდა და ძალიან. და იცით, როცა გარდაიცვალა, გადავწყვიტე მე მქონდა რამდენჯერმე კავშირი მასთან და მითხრა ყველა მოსწავლის სახელი მახსოვსო მითხრა. აი ქართულ ბავშვებს ხო ასწავლიდა პირველ სკოლაში. ჩვენთან მუშაობდა ასიდა. ინგლისურს ასწავლიდა და ასიდას დედა ქართველი იყო. კი ბატონო. ჟორაც კაი კაცი იყო ძალიან ჰუმანური, უბრალო. და როდესაც მითხრა, მე დავპატიჟე, ჩამოდი მეთქის თბილისში. ნუ მამა მყავს აღარ და ვერა და რა. როდესაც ასიდა გარდაიცვალა, დავრეკე სოხუმში. მარტო Facebook მეგობრები რო ვართ, ისეთ ჩემზე უფრო ახალგაზრდა გოგონებთან. აფხაზები არიან და ვუთხარი ფულს გამოგიგზავნით მეთქი და როგორმე ასიდას გასვენებაზე მიიტანეთ მე ვუთხარი ყვავილები პირველი სკოლის სახელით. მეორე დილით იყო გასვენება. მირეკავენ დილით ადრე ბაზარში ვართო, სოხუმის ბაზარში. და ჩარტეს ვიდეო, ამოარჩიეთო, როგორი ყვავილები გინდათ, აფხაზის ორმა გოგონამ, რომელიც თვალით არასდროს არ მინახავს. და შევარჩიეთ ყვავილები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ფულს მე ვიხდი, მერე შავი რაღაცა ლენტას რო ეძახიან, იქ დააწერეს პირველი სკოლის სახელით და წაიღეს ეს გასვენებაზე. ასიდასი, მაგრამ ფული არ აიღეს ჩემგან, არავითარ შემთხვევაში. აი, იცით რა არის? ადამიანი თუ არის შინაგანად ადამიანი და ღირსებას თუ იცავ, რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების სახე? განა ეროვნებით შეიძლება ადამიანი განსაზღვრო, როგორია და რა არის, მაგრამ ერთ კითხვას კიდევ დაგისვამთ. როგორ უყურებთ აი თქვენ თუ ჩაბრძანდებით ან რაღაცა ბოდიშის მოხდაზე რა სიტყუდით? აი ჩვენ აფხაზებს ბოდიში რომ მოუხადოთ, თქვენ მზად ხართ ამისთვის?
ბოდიში ორივე მხარე უნდა მოიხადოს. არა მარტო ჩვენ. ახლა ავწონო და ვთქვა საბოდიშო ვის მეტია, თავს შევიკავე, მაგრამ თავდაპირველი ღალატი პოლიტიკის გარეშე ჩვენ საუბრობთ ადამიანურ თავდაპირველი ღალატი უნდა ყველას აეცდინა. შეძლების და გვარად. იცით რა არის? მე არ მინდა ვთქვა რაღაც ძალა მეშვიდე მესამე. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ორივე მხარემ დააშავა. მე მეტნაკლებად ახლა ეს არ იწონება. ეს არ იწონება, რომ თქვა, იცით, ჩვენ დავაშავეთ იმან. ორივემ დააშავა და ერთი რამე მინდა ვთქვა. დიახ. ჩვენ დიდი სიყვარულით ვღებულობთ აფხაზებს აქ. დიახ. კურნალობთ უფასოდ. სტუმრად. გავცემთ ჩვენ სითბოს. გვიტირია კიდევაც, რომ ჩვენ გაყვობ მდგომარეობამ და ვცხოვრობ სხვადასხვა პლანეტაზე და არა ქალაქში. და როცა მე მომინდა დედაჩემის საფლავზე წასვლა, ეს იყო 20 წლის წინ, მე ამ ეკოლოგიის მინისტრის დედას დაურეკე, მაშინ იყო კავშირი. Джуля, я хочу на могилу маме прилететь. Она говорит, в чем дело? Тебя вахтик встречать будет. Все, лапараки честно. Ордгаши мондис депеша. Не двигайся без моего звонка. А ну ეს რა იყო? მე საფრთხემელოდა. იმიტომ რომ ეს არ იყო ქალი, რომელიც სოფელში ცხოვრობდა და მარტო ღომს აკეთებდა. მან იცოდა პოლიტიკური მდგომარე. და რატომ? ჩემი არავინ არ იბრძოდა. 80 წლამდე მიღწეული მამა ჩემი ცემეს, მოკლეს, დამართეს ყველაფერი და მე მის სანახავად კი არ მიდიოდი, დედის საფლავი უნდა მომეწევდა. რატომ არ მომცესნება? მე რატომ უნდა გამევლო რაღაც პოსტები, არავინ არ იბრძოდა, ძმა არ მყავდა, ქმარი არ მყავდა. რისთვის უნდა გამევლო და ის მაგათი რუსული პასპორტი დღესაც ცოცხალი მაქვს. საბჭოთა რა? საბჭოთა. ქალბატონო მანანა, ეს იყო 20 წლის წინ. 20 წლის წინ. თქვენ თვლით რომ დღეს ისინი უკეთესად მიგვიღებენ ჩვენ? როგორ ფიქრობთ? მე არ ვლაპარაკობ ერთეულ ადამიანებზე. საერთო სიტუაციას თქვენ როგორ გრძნობთ შინაგანად? ისინი მზად არიან ჩვენ მიგვიღონ. მაშინ უნდა დაცალონ ჩვენი ბინები, სახლები. ნაწილი მაგათი. დიახ. საღად მოაზროვნე. დიახ. 80% რომელიც თბილისში სწავლობდა და ნათლობა მიიღო აქ. დიახ. აკადემიური, მორალური და ასე შემდეგ. ბევრი მათგანი გაწმილებულია ქართველებზე და ძალიან ცუდად მოიხსენიებენ ქართველებს და თვლიან რომ ჩვენ ვჯაბნიტით მაგათ. ესეც ხომ მოგონილია. დიახ. სიყვარულში რაში გამოიხატებოდა ეს დაჯა? სიყვარულში დაჯაბნება რანაირია? გვიყვარდა გჯერო და უყვარდით გჯერო და ეს უბრალოდ მიზეზია. ბევრს მოუნდება რომ დავბრუნდეთ. მე არ მგონია რომ ისინი ახლა უკეთეს პირობებში არიან ვიდრე იყვნენ. გულში ბევრს ენატრება ქართველებთან ურთიერთობა და ქართველის დაბრუნება, მაგრამ ეთყობა ჯერ ვერ მომწიფდნენ იმისთვის რომ ეს ხმა მაღლა თუ ისინი მომწიფებულები არ არიან. თუ ისინი ამბობენ რომ ჯერ აღიარეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და მერე უკვე დაგელაპარაკებით და მოგისმენთ. ესე იგი თაობები უნდა გავიდეს? ხო, აი ამიტომ არის, არ ვიცი როგორ, მადლობა ღმერთს რომ არ გვესმის პოლიტიკის არაფერი. თურმე
არ ვიცი, ყველაფერი იყიდება, გაიყიდება, შეისყიდება, არ ვიცი როგორ არის. სიყვარული არ იყიდება. მარტო სიყვარული და ჰუმანიზმი. იყიდება, არ იყიდება ერთმანეთის პატივისცემა. დიახ. და მაშინ ასე ვიტყვი. ვისაც ჩვენ არ უნდივართ, ჩვენც არ უნდა გვინდოდეს. როგორ გამოდის, ჩვენ გვინდა და თქვენ არა, რატომ? მე მინდა რომ ამ ქვეყნად უფრო მეტი ჰუმანიზმი იყოს, უფრო მეტი სიყვარული. ეთყობა ამას დრო უნდა. ეთყობა ჯერ არ არის იქ სიტუაცია მომწიფებული ჩვენ შესახვედრად. და ჯერ ცოტას უნდა ეს. უნდა გაიზარდოს. ვინიც შეიძლება იცით რომ თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ როგორ ბრუნავს ყველაფერი. საერთოდ შეიძლება დადგეს ისეთი მომენტი რომ ქართველებს ექნეს დასაცავი აფხაზი ხალხი. ვინიც ის როგორ ქართველები დაიცავენ, შეწირავენ თავს. როგორ თქვა? უცნაურია ქართველი ერი. ხო. უცნაურია. აი მე იცით რა ქალბატონა ნანული მჯერა ამის რომ ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა აფხაზეთი ჩემს სიცოცხლეში დაბრუნდება. მე მჯერა პატრიარქის ღმერთმა გისმინოთ. ცხოვრება გადაეპაროს საქართველოს, გადაეპაროს აფხაზეთს და მის სიცოცხლეში მომხდარიყოს ეს შერიგება. ამინ, ღმერთმა გისმინოთ. ღმერთმა გისმინოთ. დიდი მადლობა. ისეთი სიამოვნება მივიღე. დიდი სიყვარული. კიდე ბევრი უნდა ვისაუბროთ, კიდე ბევრი უნდა გავიხსენოთ. აი, ჯერ თქვენი იუბილე ასეთი ლამაზი ციფრებით შემკული ხართ. სილამაზით, არ ვიცი, კეთილშობილებით. ჩემს თვალში თქვენ ხართ აი, არ ვიცი, პიროვნება, რომლის მიმართ აი მოწიწებას ვქრთობ, უბრალოდ ასე იქნება. დიდი მადლობა საინტერესო გადაცემისთვის, მინდა გაკოცოთ, მადლობა მოგიხადოთ. მართლა ძალიან სასიამოვნო იყო ეს მოგონებები, იცით, მით უმეტეს სოხუმელთან. ეხლა სხვა ამას სხვანაირად მიიღებთ, მაგრამ ეს ზღაპარი არ არის.